რამდენად არის დაცული ჩვენი როგორც მომხმარებლის უფლებები? როგორია ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცვლილებები და ევროპული კანონმდებლობა მომხმარებლის უფლებების შესახებ? სურსათის უნებლობის საკითხები, არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები. გქონდეთ მეტი ინფორმაცია სურსათის, სამეურნეო და სამრეწველო საქონლის, ასევე მომსახურების შეძენისას გასათვალისწინებელ დეტალებზე. ყოველ სამშაბათს 10:00 ეთერში მომხმარებლის დროა. დღემშვიდობისა 16 საათი და 16 წუთი 10:00 დროით, როგორც ყოველთვის ამ დროს შემოგიერთდით გადაცემით მომხმარებლის დრო, შემაჯამებელი გადაცემით. მინდა გითხრათ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მივესალმებით ჩვენი გადაცემის ექსპერტს, იურისტ ქალბატონ რუსლან პაჭკორიას. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, როგორც სალომემ აღნიშნა, ჩვენ დღეს შემაჯამებელი გადაცემა გვაქვს, ასე ვთქვათ, და ძალიან საინტერესოა ალბათ საუბარი იმაზე, რითიც დავიწყეთ ჩვენი გადაცემების ეს ციკლი. ჩვენ საუბრობდით მომხმარებლის უფლებებზე, მაგრამ პირველი გადაცემა ალბათ ჩვენს ერთგულ რადიომსმენელს ახსოვს, რომ მიუძღვენით ასოცირების ხელშეკრულებას, იმიტომ რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მომხმარებლის უფლებები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ასოცირების ხელშეკრულება და მომხმარებლის უფლებები ეს ის საკითხია, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ არ დაწყებულა, რაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ეს დაიწყო წლების წინ და მე მინდა ძალიან მცირე ისტორიული ექსკურსი შემოგთავაზოთ. 2008 წელს საქართველოს მთავრობის მოწვევით ევროკომისიამ საქართველოში გამოაგზავნა საგანგებო მისია, რომელსაც უნდა შეეფასებინა საქართველოს მზადყოფნა ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისათვის მოლაპარაკებად და დასაწყებად. და ამავე დროს მიეწოდებინა საქართველოს მთავრობისათვის რეკომენდაციები, რომ ეს მზადყოფნა გაეუმჯობესებინა. ამ მისიის დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას 2009 წლის მარტში წარედგინა. ევროკავშირის მიერ მიწოდებულ რეკომენდაციებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ჩვენთვის საინტერესო 4 მნიშვნელოვან საკითხს. ეს არის სურსათის უვნებლობა, სამრეწველო პროდუქციის უსაფრთხოება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და კონკურენციის დაცვა. რეკომენდაციების პასუხად საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ იქნა ეგრეთ წოდებული მზადყოფნის მატრიცა, სადაც მითითებულია როგორც თავად რეკომენდაციები, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით. 2009 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ აქტიურად დაიწყო მუშაობა შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაზე. 2010 წლის ბოლოსთვის კი მთავრობამ დაამტკიცა 4 დოკუმენტი. ეს არის კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია, სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა, სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტეოროლოგიის სფეროში საქართველოს მთავრობის სტრატეგია და მეოთხე დოკუმენტი სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტეოროლოგიის სფეროში საკანონმდებლო რეფორმის და ტექნიკური რეგლამენტების მიღების სამთავრობო პროგრამა. აი ასეთი მნიშვნელოვანი 4 დოკუმენტი შეიქმნა 2010 წლის ბოლოსთვის. იმავე წლიდან, ანუ 2010 წლიდან დაიწყო ამ დოკუმენტების შესრულება ცხადია და ამ ფონზე წარიმართა სწორედ მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების თაობაზე. მოკლედ, როგორც ხედავთ და ცხადია, მთელი რიგი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა წინ იმას, რომ მივსულიყავით ეტაპამდე, როდესაც დადგა საკითხი, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი მოეწერა. 2013 წლის ნოემბრის თვეში აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე მოხდა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, ხოლო მოგვიანებით 2014 წლის 27 ივლისს ბრიუსელში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ამავე დროს ალბათ უნდა გვახსოვდეს სალომე, რომ შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ხელმომწერი ქვეყნების ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან სხვადასხვა სფეროებში, მათ აძლევს, მათ შორის ვაჭრობაში, საბაჟო პროცედურებისა და ხარისხის კონტროლში აძლევს შესაძლებლობას იმისას, რომ მოემზადონ წევრობისთვის, მაგრამ არ იძლევა საბოლოო გაწევრიანების პირობას. ამიტომ საქართველოს მიერ ჩატარებული
განხორციელებული ღონისძიებები და ის ძალისხმევა, რაც დღემდე იქნა განხორციელებული, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წევრები ვიქნებით უცილობლად ამ კავშირის, ამისათვის ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა და ბევრი აქტივობა არის განსახორციელებელი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა აი ამ პატარა გადაცემათა ციკლმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო თუნდაც იმას, რომ ამ დოკუმენტების შესახებ, ამ ტერმინების შესახებ, მიდგომების შესახებ, რომელიც არსებობს ევროპაში მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაცია შესძინა ჩვენს მომხმარებლებს და რადიო მსმენელებს. მე მინდა გითხრათ ასევე, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენ შემოკლებით ვეძახით ამ დოკუმენტს, თორემ მას ეწოდება ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ საქართველოს შორის. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ. ეს არის ვალდებულებები კონკურენციის სფეროში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში, საკუთრივ, ასევე პროდუქციის უსაფრთხოების სფეროში, სურსათის უნებლობის სფეროში. მე მინდა ჩვენს რადიო მსმენელს შევახსენო, რომ ყველა ამ სფეროსთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენს გადაცემებში, მაგალითად კონკურენციის სფეროში თემაზე სასაუბროდ კონკურენციის აგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი ყავდა ეთერში, რომელსაც სალომე ესაუბრა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში სტუმარი იყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საკვატენტის თავმჯდომარე, რომელთაც რა თქმა უნდა კომპეტენტური კომენტარები გააკეთეს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელშიც მოიაზრება სურსათის უნებლობა, პროდუქციის უსაფრთხოება, ტრანსპორტის უსაფრთხოება, ჩვენ ასევე გვყავდა ექსპერტები, სპეციალისტები, რომლებიც სახელმწიფო სააგენტოების თანამშრომლები არიან ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ. მაგალითად, ტრანსპორტთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის დამფუძნებელი ევროკავშირის ტრასიკას საგზაო უსაფრთხოების პროექტის ექსპერტი ბატონი გელა კვაშილავა და უამრავი სხვა სტუმარი, რომელმაც ისაუბრა პროდუქციის უსაფრთხოების სფეროში მოქმედ არსებულ ვალდებულებებზე, სურსათის უნებლობის სფეროზე ძალიან მცლად ვისაუბრეთ, ჩვენ რამდენიმე გადაცემა მიუძღვანით ამას და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები, როგორც ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის, ასევე სურსათის უნებლობის სფეროში. მომხმარებელთა ინტერესების დაცვა საკითხთა ორ დიდ სფეროს მოიცავს. ეს არის სამომხმარებლო პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სურსათის უნებლობა, პროდუქციის უსაფრთხოება და ტრანსპორტის უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ მომხმარებლის დაცვა შეცდომაში შეყვანისა და მოტყუებისგან. ზოგადად მომხმარებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ პროდუქციის არჩევისას მიეწოდოს სწორი, საკმარისი და გასაგები ინფორმაცია მისი თვისებების ან თავისებურებების შესახებ. მომხმარებელს საშუალება უნდა ჰქონდეს თავისუფლად ზეწოლის გარეშე გაიაზროს მიწოდებული ინფორმაცია, რათა მიიღოს გადაწყვეტილება საქონლის ან მომსახურების შეძენის თაობაზე. მომხმარებელმა ასევე უნდა მიიღოს ზუსტად ის პროდუქცია, რაც მან აერჩია. პროდუქციის ნაკლი უფასოდ უნდა გამოსწერდეს, პროდუქცია უნდა შეკეთდეს ან გამოიცვალოს. პროდუქციის ნაკლის წუნის შედეგად მომხმარებლისთვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს. მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე საუბრისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანისა და მოტყუებისაგან დაცვა. მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანისა და მოტყუებისაგან დამცველი ევროპული კანონმდებლობის საქართველოში გადმოტანისა და განხორციელების ვადა ასოცირების განრიგის მიხედვით სალომე ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გადაცემაში 2019 წლისთვის არის გაწერილი უკაცრავად 2019 წლის სექტემბრამდე საქართველოში უნდა ამოქმედდეს ევროპული დირექტივები, რომელიც მომხმარებელთა დაცვის მექანიზმებს ითვალისწინებს. კონკრეტულად რა ევროპული დირექტივები არსებობს, რომელიც მოიაზრება როგორც მომხმარებელთა დაცვის მექანიზმები, ახლა სალომე გვეტყვის. დიახ, ეთანხმებით არსებობს ევროპული დირექტივები, რომელიც მომხმარებელთა დაცვის ერთგვარ მექანიზმს წარმოადგენს. მათ შორის არის ეგრეთ წოდებული კანონისმიერი გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი მომხმარებელმა ნაკლის მქონე პროდუქტი შეიძინა, შეძენიდან 2 წლის განმავლობაში მას აქვს უფლება მოვაჭრეს ამ საქონლის ნაკლის გამოსწორება, საქონლის გამოცვლა ან დაბრუნება მოსთხოვოს. რაც შეეხება ინტერნეტით შეძენილ საქონელზე უარის თქმის უფლებას, ინტერნეტში შეძენილი საქონლის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში მომხმარებელს აქვს უფლება ყოველგვარი მიზეზის და ასევე ახსნა განმარტებების გარეშე საქონელი
რომელიც რა თქმა უნდა არის გამოუყენებელი, ასე რომ ვთქვათ, უხმარი დააბრუნოს. ხელშეკრულების უსამართლო პირობების ბათილობა. ბათილია ხელშეკრულების ისეთი პირობები, როგორიცაა მაგალითად მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების უფლება, მომხმარებლის გაფრთხილების და კომპენსაციის გარეშე ან ხელშეკრულების ცალმხრივად გაგრძელების უფლება. მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი და აგრესიული მარკეტინგული ხერხების აკრძალვა. იკრძალება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა მაგალითად ისეთი ხერხებით, როგორიცაა ცრუ პრიზები და საჩუქრები, ცრუ ლიკვიდაციები და სპეციალური შემოთავაზებები, ემოციური ზეწოლა მომხმარებელზე. რაც არც თუ ისე იშვიათია. გეთანხმებით. მომხმარებელთა უფლებების ინტერესების დარღვევის კონტროლი და აღკვეთა. თუ კი მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნები ირღვევა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კონკრეტული დაზარალებული მომხმარებელი, მომხმარებელთა დამცველ საჯარო ან კერძო ორგანიზაციებს უფლება აქვთ მიმართონ სათანადო ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს, რომელიც სწრაფად გამოიძიებს და აღკვეთს დარღვევას. შეგახსენებთ, ეს იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული დირექტივები, რომლებიც გარკვეულ მექანიზმებს წარმოადგენენ და ზოგადი, ასე ვთქვათ, დებულებები არის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. რა ხდება საქართველოში? საქართველოში, როგორც გითხარით, მთელი რიგი ღონისძიებებია განხორციელებული, ძირითადად ნორმატიული ბაზის სრულყოფის მიზნით მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ყველა მიმართულებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლის მოლოდინიც გვაქვს, ასე ვთქვათ, საზოგადოებას, მომხმარებლებს, ეს არის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ჯერ არ არის ძალაში შესული, აქტიურად განიხილება პარლამენტში და გადის, ასე ვთქვათ, განხილვის ეტაპებს, მაგრამ ძალიან საინტერესო გახლავთ რა წერია ამ კანონში. კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობა გამომდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებებიდან. ნახეთ, ეს წერია განმარტებით ბარათში, ამ კანონის განმარტებით ბარათში და ჩვენ პირველივე, ასე ვთქვათ, წინადადებიდან განმარტებით ბარათის პირველივე აბზაციდან ხედავთ, რომ ეს კანონი, ამ კანონის მიღება პირდაპირ კავშირშია ასოცირების ხელშეკრულებასთან. და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ასევე იმის აღნიშვნა, რომ უნდა განხორციელდეს ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან, მათ შორის სამომხმარებლო სფეროში არსებულ რეგულაციებთან დაახლოება. ამგვარად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. აი, ასეთი დიადი, ასე ვთქვათ, მიზანი გააჩნია ამ კანონს და ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა კავშირშია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან. კანონპროექტის მიზანში მის ავტორებს უწერიათ, რომ მისი მიზანია საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა. ეს არ უნდა იყოს რაღაცა ფრაგმენტული დებულებები, ეს უნდა იყოს წყობრად ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკა განისაზღვროს მომხმარებელთა უფლებების სფეროში. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანოების ეფექტური ფუნქციონირების პირობების შექმნა, საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის განვითარება. ეს არის, მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია და მე ვფიქრობ, რომ წლების შემდეგ ჩვენ მივახცევთ ნამდვილად იმას, რომ საქართველოში მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურა განვითარდეს და ჩამოყალიბდეს. კანონის მიზნებში ასევე წერია საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოება და ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ განმარტოთ ის, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვა თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთრივ თითეული მომხმარებლის კონკრეტული უფლების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მომხმარებლის უფლებების დაცვას გარდა იმისა, რომ იცავს კონკრეტული მომხმარებლის უფლებებს, სხვა პოზიტიური შედეგების მოტანაც შეუძლია. მომხმარებელთა უფლებების დაცვა ხელს უწყობს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას, რომელიც თავისთავად ხელს უწყობს მცირე მეწარმეობის განვითარებას, ეს უკანასკნელი კი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიძლიერისათვის უპირველესი აუცილებლობაა. აი, ასეთი მნიშვნელოვანია მომხმარებლის უფლებების დაცვა. საყურადღებოა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტს ქმნის, ასე ვთქვათ, შემოაქვს ახალი ინსტიტუტი, ომბუდსმენი იცავს მომხმარებელთა ინტერესებს კანონის შესაბამისად, მან ზედამხედველობა უნდა გაუწიოს საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
ომბუდსმენი ავლენს და განიხილავს მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას, მათ შორის მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით, მისი უფლებამოსილება ვრცელდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის ყველა სფეროზე, გარდა უკვე არსებული ნორმატიული აქტებით დარეგულირებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროებისა და მომხმარებელთა ომბუდსმენს უფლება ექნება მიმართოს სასამართლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებების ხელყოფის აღსაკვეთად, ასევე მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვაში, როგორც მომხმარებლის წარმომადგენელმა, რაც უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და მე ვფიქრობ, კანონის საბოლოო ვერსიაში სწორედ ასე დაფიქსირდება მისი ეს უფლება მოვალეობები ომბუდსმენის. მომხმარებელთა ომბუდსმენი განახორციელებს კვლევით, ანალიტიკურ და შეფასებით საქმიანობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. აი ასეთი საინტერესო ინსტიტუტი იქნება აი ამ ახალი კანონით. ჩვენ ვართ მოლოდინში და ვართ იმედიანად განწყობილი, რომ ეს კანონი იურიდიულ ძალას შეიძენს და რაც თავარია მოხდება მისი სათანადოდ რეალიზება. ამისთვის კი საჭიროა არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან ნების გამომჟღავნება, სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება, მისი გატარება, არამედ მომხმარებელთა ინფორმირებულობაც, იმიტომ რომ თითოეულმა მომხმარებელმა თვითონ უნდა შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა და მისი დარღვეული უფლებების აღდგენისთვის იზრუნოს იმისათვის, რომ ეს სისტემა ჩამოყალიბდეს ისეთ სისტემად, როგორიც ეს არის ევროპაში, მიღებული და დანერგილი ევროპული სტანდარტების შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენს მიერ მიღებული პროდუქცია სურსათი იყოს უსაფრთხო და ჩვენს მიერ მიღებული სერვისები არ აზიანებდეს ჩვენს უფლებებს. კალტურსა ძალიან დიდი მადლობა თქვენი ინფორმაციისთვის, რომელიც როგორც ყოველთვის ამომწურავი და საინტერესო იყო. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ქალბატონ რუსლან ჩვენს მსმენელს შევახსენებთ, რომ გადაცემა და ციკლის განმავლობაში არაერთი საინტერესო სტუმარი გვყავდა ჩვენ და შესაბამისად მინდა რომ თვალი გადავავლოთ მათ რჩევებს და ერთგვარი კოლაჟი მოვამზადეთ თქვენთვის, რომელსაც მოვისმენთ ერთად. პირველ რიგში ურჩევ, რომ ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას კარგად გაეცნოს ამ პროდუქტის პირობებს. ეს იქნება ხელშეკრულება, თუ მისი ტექნიკური მასშტაბები. მაინც ერთი ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი. ამით თქვენ დააზრებთ სავალუტო რისკებს და ვალუტის გაუფასურების შედეგად ძალას, რომელიც შეიძლება პირველი მოწოდება საქართველოში საბედნიეროდ თითქმის ყველა რეგიონში შეიძლება ყურძნის მოყვანა და ღვინის დაკენება. ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ კარგი ღვინო, ერთი ეს იქნებოდა მოწოდება. პირველი მივცემდი უსაფრთხოებასთან, სურსათის უნებლობასთან დაკავშირებით აუცილებლად გაეცანით ეტიკეტს, არ დაიზაროთ, წაიკითხეთ ეტიკეტი და პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება პროდუქტის ვადას და აგრეთვე მიმოიხედეთ რა მდგომარეობაში ინახება პროდუქტი, თუ ეს არის მაცივარი, რომელსაც ალბათ თიშავენ ღამე, ნუ ენდობით მაშინ ამ პროდუქტს და შედით სხვა მაღაზიაში, სადაც უფრო სანდო შენახვის პირობებია. ეს პირველი, ესე იგი უსაფრთხოებაზე იზრუნეთ იმ პროდუქციის, რომელსაც იძენთ და მეორე, როდესაც იძენთ გრძელვადიანი მოხმარების საქონელს, ელექტროსაქონელს, სანამ გაეცნობოდით თვითონ საქონელი რას წარმოადგენს, იკითხეთ აუცილებლად საგარანტიო პირობები, ვინ იძლევა გარანტიას, გამართანით გარანტია მოითხოვეთ, თუ გარანტიაში წერია, რომ 3 დღის მერე თქვენ არ გაქვთ გამოცვლის უფლება, თავი შეიკავოთ იქნებ ასეთი პირობებით პროდუქციის ყიდვისგან, ან დაფიქრდით მაინც გაწყობთ ესეთი პირობა, ანუ თუ აღმოჩნდა ნაკლიანი, თქვენ უკვე 3 დღის მერე მას ვერ გამოცვლით. ანუ შერჩევისას მიაქციეთ ყურადღება არა მარტო თვითონ პროდუქციას, არამედ იმ პირობებს, რომლითაც ის იყიდება. უჩვენთ იმას, რომ აუცილებლად სამყარო საშუალებები ესენი განხილვებით მიიღოთ, უნალობას მოერიდონ, იმიტომ რომ შენ შემთხვევაში უნალობა ოფიციალის მომტანია, ვიდრე აკუნალო ეთიკის მქონეობა. თავარია ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას, ნებისმიერ საკონტროლო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას, რომ ყველა ფერზე მოახდინონ რეაგირება. ყველა დოკუმენტს, რასაც ისინი მიიღებენ, არ თქვათ არ არის საჭირო რაღაცა პანიკაში ჩავარდნა, უბრალოდ გააცნონ ეს დოკუმენტი ადვოკატს და იმის მიხედვით იმოქმედონ. მე ვურჩევდი, რომ პირველ რიგში ყველა ეტიკეტი წაიკითხონ, მართლა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ არ ვკითხულობთ ეტიკეტებს და აწერია ახლა უკვე მაინც ვისგან შედგება.
მომხმარებელს ვეტყოდი, ვურჩევდი, რომ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის გაუმჯობესების მიზნით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ აქტიურობას. ანუ არა მხოლოდ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის უშუალო ჩართულობას პროცესში და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, არამედ თავად მომხმარებლების მხრიდან, როდესაც ხედავენ, რომ რეალურად კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს დარღვევას მათი უფლებების შელახვას, არ დაიზარონ და მიმართონ სამსახურს და ყოველთვის იქონიონ მხედველობაში, რომ უფლებებისათვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენი სტუმრების მიერ მოწოდებული რჩევები უდაოდ ძალიან საინტერესო იყო, არა მარტო საინტერესო, არამედ საჭირო და სასარგებლოც თითოეული მომხმარებლისთვის. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმ ორგანიზაციას, რომელმაც შესაძლებლობა მოგცა, რომ ეს პროექტი განგვეხორციელებინა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს. ამ ორგანიზაციის მესვეურებს ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებლობა გვექნება მეტი ინფორმაცია, უფრო დეტალური, სასარგებლო და საჭირო მივაწოდოთ ჩვენს რადიო მსმენელებს, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვართ მოლოდინში, რომ გვექნება მალე ახალი კანონი საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. ჩვენ ვიმედოვნებთ ასევე, რომ ის რადიო მსმენელები, რომლებიც მუდმივად უსმენდნენ ჩვენს გადაცემებს, არიან ინფორმირებულები და თავადაც შეძლებენ მიიღონ ბევრი ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. მე მახსენდება სალომე, რომ ჩვენ არა მარტო მომხმარებელთა უფლებების შესახებ მივაწოდეთ რადიო მსმენელს ინფორმაცია, არამედ მომხმარებლის ტიპების შესახებ. ამიტომ ჯერ ასე ვთქვათ, შევიცნოთ საკუთარი თავი, როგორი მომხმარებლები ვართ, ფასებზე ვართ, საჭიროებებზე ორიენტირებული, ლოიალური მომხმარებლები ვართ თუ ასე შემდეგ. შევაფასოთ ასე ვთქვათ ჩვენი შესაძლებლობები, ვიცოდეთ ბევრი ჩვენი უფლებების შესახებ, ვიცოდეთ ბევრი იმ პროდუქციის შესახებ, რომელსაც შევიძენთ, იმ სერვისების შესახებ, რომელსაც ვიღებთ. ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ ეტიკეტს, წავკითხოთ ყველაფერი დაწვრილებით, დავსვათ კითხვები კონსულტაციის დროს, არ მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებებს, რომლის ტექსტებსაც არ ვიცნობთ. ამგვარად შევძლებთ ჩვენი უფლებების დაცვას იმისათვის, რომ კანონი ამოქმედდეს, რაც არ უნდა კარგი კანონი იყოს, ის აუცილებელია ის სუბიექტი, რომელსაც ეხება ეს კანონი, იყოს მომზადებული იმისთვის, რომ შეძლოს ამ კანონით მინიჭებული უფლებების დაცვა. ამიტომ წარმატებებს გისურვებთ, რომ იყოთ წარმატებული მომხმარებლები, შეიძინოთ მხოლოდ ის პროდუქცია, რომელიც ნამდვილად გჭირდებათ და გამოგადგებათ და უსმინოთ რადიო 10-ის ეთერში შესაბამის გადაცემებს, ასევე ეწვიოთ იმ საიტებს, რომელთა დახმარებითაც ჩვენ სარგებლობდით ამ გადაცემების წარმართვის დროს. ეს არის ძირითადად ჩვენი მეგობარი საიტი მომხმარებელი G, ასევე საიტი ასოცირება G, სადაც თქვენ შეგიძლიათ ძალიან კარგად გაავლოთ კავშირი, დაინახოთ კავშირი მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ასოცირების ხელშეკრულებას შორის. გისურვებთ წარმატებებს და ევროპული სტანდარტების მალე დანერგვას ჩვენს ქვეყანაში. ინფორმირებული მომხმარებელი ნამდვილად არის გზა ევროპისკენ, ასე ერქვა პროექტს, რომლის ფარგლებში თქვენ ისმენთ გადაცემას მომხმარებლის დრო ჩვენ გემშვიდობებით დროებით. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცვლილებები, ევროპული კანონმდებლობა მომხმარებლის უფლებების შესახებ, სურსათის უვნებლობის საკითხები, არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები. რა უნდა ვიცოდეთ სურსათის სამეურნეო თუ სამრეწველო საქონლის და მომსახურების შეძენისას. გვისმინეთ და იყავით დაცულები. ყოველ სამშაბათს 16 საათზე და 16 წუთზე რადიო 10-ის ეთერში მომხმარებლის დროა.